2024 წლის 4 ივნის ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციაში საქართველოს მთავრობის მიერ ცვლილებები განხორციელდა, რომლითაც განისაზღვრა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის გარდამავალი მოდელი, რაც ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ნებაყოფლობით და არა სავალდებულო ვაჭრობას გულისხმობს. ენერგეტიკული ბირჟა დღეს ოფიციალურად გაიხსნა. რეფორმის ფარგლებში კი სემეკმა 30-ზე მეტი ნორმატიული აქტი შეიმუშავა. უფრო ცლად როგორ მოხდება ბაზრის დარეგულირება, ამ თემაზე სტუმართან სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიასთან ერთად ვისაუბრებთ. ბატონ დავით, მოგესალმებით და მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით დღემშვიდობისა, მივესალმები ტელემაყურებლებს. დღეს 6-ჯერ გადავადების შემდეგ გაიხსნა ენერგეტიკული ბირჟა. საინტერესოა, რა მნიშვნელობა აქვს ამას ზოგადად ქვეყნისთვის, ენერგეტიკის სექტორისთვის და რას ნიშნავს ეს გარდამავალი პერიოდი, რაც გულისხმობს. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დღეიდან გაიხსნა ბირჟა, სადაც ვაჭრობა იქნება ნებაყოფლობით რეჟიმში 1 წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ეს ვაჭრობა ბაზრის მონაწილეებისთვის გახდება სავალდებულო. ბირჟა ეს არის ელექტრონული პლატფორმა, სადაც ერთის მხრივ ენერგიის გენერაციის ობიექტები, ეს იქნება ჰიდროელექტროსადგურები, ქარის სადგურები, მზის სადგურები და ასე შემდეგ თავიანთ ენერგიას განათავსებენ გასაყიდად და მეორე მხრივ იქნებიან მყიდველები. ამ შემთხვევაში კონცეფციის მიხედვით განსაზღვრული არის მსხვილი მომხმარებლები, ეს არის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები, ბიზნეს სექტორი, რომელიც იყიდის ელექტროენერგიას სწორედ ამ ბირჟაზე. შესაბამისად, ფასის ფორმირება მოხდება მოთხოვნა მიწოდების საფუძველზე. ეს მექანიზმი ჩადებულია ამ ელექტრონულ ვაჭრობის პლატფორმაში. ეს პლატფორმა ასევე არის აპრობირებული ევროპული პლატფორმაა, რომელიც წლებია სხვადასხვა ქვეყნებში გამოიყენება. ამდენად ეს ერთწლიანი პერიოდი შეიძლება ითქვას, რომ არის გარდამავალი პერიოდი, როცა შემდეგ უკვე სრულად უნდა მოხდეს ბაზრის გახსნა. ამ გარდამავალ პერიოდში ნებაყოფლობით ივაჭრებენ, ესე ვთქვათ, ის პირები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ბირჟის მეშვეობით შეიძინონ ენერგია. საინტერესოა, დღეს გაიხსნა ბირჟა, თუ გვაქვს უკვე მონაცემები, რა ხდება ამ დროისთვის და რამდენი კომპანიის მხრიდან დაფიქსირდა უკვე ინტერესი. დღეს გაიხსნა ბირჟა, განაცხადები გაკეთებული აქვს რამდენიმე გენერაციის ობიექტს, მეორე მხრივ დღეს 2 საათზე ჩატარდება პირველი აუქციონი და ბაზრის ოპერატორი, ამ შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა გამოაქვეყნებს პირველი აუქციონის შედეგებს, როგორც კი დასრულდება აღნიშნული პროცესი. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ რამდენიმე კომპანია შევა და იყიდის ენერგიას და შესაბამისად ის, ასე ვთქვათ, ჩაშენებული სისტემა რაც არის, ეს სისტემა მოგცემს საშუალებას, რომ სწორედ მოთხოვნა მიწოდების საფუძველზე განისაზღვროს ფასი და რაც უფრო მეტი გამყიდველი იქნება და მეტი მყიდველი იქნება, მით უფრო, ასე ვთქვათ, ეს ბირჟა წავა და ვაჭრობა წავა სრულყოფილებისკენ, ანუ იქნება უფრო მეტად ლიკვიდური ბაზარი, როგორც ამას ეკონომისტები უწოდებენ. რა არის მთავარი სარგებელი როგორც კომპანიებისთვის, რომლებიც დარეგისტრირდებიან და ივაჭრებენ ამ ენერგეტიკულ ბირჟაზე, ისე ზოგადად ენერგოსექტორისთვის? რა არის მთავარი მიზანი და რა სარგებელს მივიღებთ საბოლოო ჯამში, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკული ბირჟა სრული დატვირთვით ამუშავდა? როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს მსხვილი მომხმარებლები ენერგიას ყიდულობენ ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფით, ანუ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით, რომელიც სპეციალური ფორმულის საფუძველზე იანგარიშება და ეს, ვთქვათ, კონკრეტული სატარიფო პერიოდისთვის არის ერთი და იგივე, ანუ უცვლელი. ბირჟა მოგცემს საშუალებას, რომ სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ფასები იყოს და ეს ფასები სწორედ მოთხოვნა მიწოდების საფუძველზე განისაზღვროს, ანუ სწორი საბაზრო ფასის ჩამოყალიბებას უწყობს ბირჟა ხელს ერთის მხრივ, მეორე მხრივ მსხვილი მომხმარებლები შეიძლება რომ დროის რაღაცა პერიოდში უფრო იაფიანი ენერგია შეიძინონ, ანუ არა პიკის საათებში, არა ასე ვთქვათ მაღალი მოთხოვნის პირობებში უფრო იაფიანი ენერგიის შეძენის საშუალება ექნებათ მათ, რაც მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას ან მომსახურებას, რასაც ისინი ეწევიან, ამას გააიაფებს. ამდენად ფიქრობთ, რომ საინტერესო იქნება საკუთრივ მომხმარებლებისთვისაც ეს ყველაფერი და მათ მისცემს პირველ რიგში სარგებელს. იმ შემთხვევაში თუ არ იქნება მაგალითად საკმაოდ დიდი ინტერესი კომპანიების მხრიდან, რა მოხდება? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინტერესი იქნება კომპანიების მხრიდან მინიმუმ ის, რომ რაღაცა პერიოდში იაფიანი ენერგია შეიძინონ, ეს იქნება მათი ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი მოტივატორი. მეორე მხრივ, ისინი რეალურ ვაჭრობას მიეჩვევიან ამ პროცესში, კი მათ გავლილი აქვთ სწავლება ბირჟაზე, ტრენინგები ჩაუტარდათ, ისევე როგორც
სადემონსტრაციო ვაჭრობაში მონაწილეობა მიღებული აქვს, მაგრამ ფინანსური ანგარიშწორება არ განხორციელებულა სადემონსტრაციო ვაჭრობის დროს და ვერ გაკეთდებოდა. ახლა ეს არის უკვე სრულყოფილი მოდელი, სადაც ყველაფერი შეუძლიათ მათ დატესტონ და მიეჩვიონ ვაჭრობას სხვადასხვა დროს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ იქნება ინტერესი. თუ ამ ნებაყოფლობით რეჟიმში მაღალი ინტერესი არ იქნება, მაგრამ მაინც რაღაცები, რა თქმა უნდა, ივაჭრებენ. როცა სავალდებულო წესით ჩაერთვება ბაზარი, იქ ამ შემთხვევაში მე უკვე ეს მსხვილი კომპანიები, რომლებიც არიან განსაზღვრული ესეთი ტიპის მომხმარებლებად და ვინც ბაზარზე უნდა იყიდონ, მათ აუცილებელი წესით მოუწევთ ბაზარზე ენერგიის ყიდვა, იმიტომ რომ ენერგიის მიმწოდებლები მათ ენერგიას არ მიაწვდიან. ვერ მიაწვდიან. როგორც ვიცი 30-მდე ნორმატიული აქტი შეიმუშავეს სემეკმა, რა არის ის რეგულაციები, რაც განხორციელდა ამ რეფორმის ფარგლებში და როგორ განახორციელებს მონიტორინგს სემეკი? პირველში ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ ჩვენ ახალი წესები დავამტკიცეთ და მსგავსი წესები აქამდე არ არსებობდა, იმიტომ რომ სხვა მოდელი გქონდა ადრე ელექტროენერგიის სექტორში და ახლა თვისებრივად სხვა მოდელზე გადავედით, ანუ ევროპულ მოდელზე გადავედით. პირველ რიგში დავამტკიცეთ ბაზრის წესები, საბითუმო ბაზრის წესი, საცალო ბაზრის წესი, ანუ ეს ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები ყველაფერი წესში საკმაოდ დეტალურად არის ჩამოწერილი და არის ნორმატიული დოკუმენტი, რომელთაც როგორც გამყიდველები, ასევე მყიდველები ისარგებლებენ და ეს იქნება მათი მცირე კომპანიებისთვის ერთი და იგივე წესები იმოქმედებს. წესები ერთი და იგივეა, კი ბატონო, არის საბითუმო და საცალო ბაზრის წესები. ასევე ჩვენს მიერ გაიცა შესაბამისი ლიცენზიები, ამ შემთხვევაში ახალ დაფუძნებულ ბირჟას მიეცა ვაჭრობის ლიცენზია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე გავეცეთ ლიცენზია როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორზე. ასევე ყველაზე მთავარი დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ეს არის ბაზრის მონიტორინგის წესი. ანალოგიური წესი მანამდე არ არსებობდა, იმიტომ რომ სხვა ტიპით ხდებოდა ბაზარზე დაკვირვება, დღეს უკვე რადგან თვისებრივად სხვა ტიპის ბაზარს ვებულობთ, მას სჭირდება მონიტორინგი, რომ ვინმე დომინანტური მდგომარეობა ბოლოდად არ გამოიყენოს, ან ვინმეს უფლებები არ შეილახოს და ასე შემდეგ და კონკურენცია რომ იყოს უზრუნველყოფილი ბაზარზე, ამ ყველაფრისთვის შეიქმნა სწორედ ეს დოკუმენტი, ბაზრის მონიტორინგის წესი. ხდება მონიტორინგი მაგალითად სემეკის მონიტორინგი იქნება ყოველდღიურ რეჟიმში. მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში იქნება, დაკვირვება ბაზარზე ყოველდღიურად იქნება. ჩვენ გვაქვს სპეციალურად ამისთვის შექმნილი ბაზრის მონიტორინგის პლატფორმა, სადაც კომპანიები სავალდებულო წესით განათავსებენ ინფორმაციას, ისევე როგორც ჩვენ მუდმივად განვახორციელებთ ბირჟაზე ვაჭრობის მონიტორინგს და აქედან გამომდინარე, თუ არასასურველი მოვლენა მოხდება ან სხვა მსგავსი რამ, რომელიც წესიდან გადახვევას გულისხმობს, ესეთ შემთხვევაში კომისია მიიღებს შესაბამის რეაგირებას, დაწყებული გაფრთხილებიდან და ჯარიმებით დამთავრებული, ჯარიმების შესაბამისი ბერკეტები და ინსტრუმენტები ასევე კომისიას აქვს. ამ მიზნით ჩვენთან შეიქმნა სპეციალურად ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც რამდენიმე კვალიფიციური თანამშრომლით არის დაკომპლექტებული და მათი საქმე სწორედ იქნება ბაზრის დაკვირვება. ასევე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ჩვენ დავამტკიცეთ, ეს არის მწვანე სერტიფიკატების გაცემის წესი, როცა მწვანე ენერგია იწარმოება, ეს ევროპაში აპრობირებული მოდელია, ასევე ხდება მწვანე სერტიფიკატებით ვაჭრობა. ისევე როგორც დავამტკიცეთ ახალი ქსელის წესები, ანუ ტექნიკური დოკუმენტი, დაბალანსებასთან დაკავშირებული საკითხები და ასე შემდეგ. საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი პაკეტი 3 წლის განმავლობაში მუშავდებოდა და ეტაპობრივად მტკიცდებოდა ჩვენს მიერ. საინტერესოა ზოგადად ბირჟაზე არსებულ ვითარებას ამ ხელშეკრულების მონიტორინგი რამდენად საჯარო იქნება საზოგადოებისთვის, რამდენად მოგვეწოდება ინფორმაცია ამ ვაჭრობის შესახებ და ისე შეგვიძლია ვაჭრობის შესახებ კომპანია დაარღვევს კონკრეტულად ამ ვაჭრობის წესებს და ასე შემდეგ, რამდენად იქნება ეს საჯარო საზოგადოებისთვის. საკუთრივ ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ბირჟის ვებგვერდზე, ენერგეტიკული ბირჟის ვებგვერდზე, ხოლო რაც შეეხება ბაზრის მონიტორინგის ინფორმაცია, ჩვენ ყოველთვიურად გამოვაქვეყნებთ, უკვე დავიწყეთ ეს გამოქვეყნება და პირველი დოკუმენტი გამოქვეყნებულია, ყოველთვიურად გამოვაქვეყნებთ ბაზრის მონიტორინგის ანგარიშებს, სადაც იქნება როგორც ანალიტიკური მასალა, ასევე თუ რამე ხარვეზი იყო, რასაც რეაგირება მოყვა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციაც იქნება და პლუს, რა თქმა უნდა, სანქციებასთან დაკავშირებული საკითხები იცით ხო, რომ გამოდის კომისიის საჯარო სხდომაზე. ყველა სხდომა, რომელიც სემეკში ტარდება, არის საჯარო და შესაბამისად
მიღებული გადაწყვეტილებებიც ასევე ჩვენს ვებგვერდზე ქვეყნდება, ასე რომ ეს საჯაროობა, რა თქმა უნდა, დაცული იქნება. მე არ მახსოვს ხლომა, რომელიც კომისიამ დახურა, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით განსაკუთრებულ შემთხვევებში ხლომის დახურვის უფლებამოსილება ესეთი რამ კომისიას არ გამოუყენებია. კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ იმ კომპანიების რაოდენობა, თუ არის მათ შორის მსხვილი კომპანიები, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვს განაცხადი და უნდა ვაჭრობა ენერგეტიკულ ბირჟაზე. აი ძალიან მალე ჩატარდება, როგორც გითხარით, ეს პირველი აუქციონი და გამოქვეყნდება ეს ინფორმაცია. მანამდე ახლა ასე ვთქვათ, მუდმივი პროცესი, ანუ განაცხადების წარდგენა, მისი დამუშავება და ასე შემდეგ, ამიტომ გამიჭირდება კონკრეტული ასე ვთქვათ, ციფრის თქმა, თუმცა ზოგადად ვინც ბაზარზე უნდა ივაჭროს, ანუ ენერგია გაყიდოს, 100-ზე მეტი ესეთი პირია, ჰიდროელექტროსადგურები, ქარისადგური და ასე შემდეგ და მეორეს მხრივ 20-ზე მეტი კომპანიაა, მსხვილი კომპანია, რომელსაც ექნება უფლებამოსილება, რომ ამ გარდამავალი წლიან პერიოდში ნებაყოფლობით იყიდოს ენერგია ბირჟაზე, ვიდრე მათთვის ენერგიის ყიდვა 1 წლის შემდეგ არ გახდება სავალდებულო. ბატონ დავით, სატარიფო პოლიტიკასაც რომ შევეხოთ, როგორ მოხდება ფასწარმოქმნა ამ ბირჟაზე? ბირჟაზე ფასწარმოქმნა თუ არა რომ აი შეიძლება გაიარდეს მაგალითად ელექტროენერგიის ტარიფი. ბირჟაზე ფასწარმოქმნა იქნება მოთხოვნა მიწოდების საფუძველზე, იქნება დღითადრე ბაზარი, როცა წინა დღეს იყიდიან კომპანიები მომდევნო დღისთვის საჭირო ენერგიას, შემდეგ ცოტა მოგვიანებით ასევე ჩაეშვება დღის შიგნით ბაზარი, ეგრეთ წოდებული საათობრივი ბაზარი, როცა საათობრივადაც შეეძლებათ კომპანიებს ენერგიის ყიდვა. საათობრივი გულისხმობს იმას, რომ პიკის საათებში ცოტა რადგან მოთხოვნა უფრო მეტი იქნება, ცოტა უფრო ძვირი იქნება ენერგია, არა პიკის საათებში უფრო იაფი ენერგია იქნება. თუმცა ფასის ზრდის ასე ვთქვათ, მოლოდინი არ მაქვს კომპანიები ესთვის, რომ მათ გაუძვირდებათ ენერგია. პირველ ეტაპზე შესაძლოა ცოტა უფრო ძვირი იყოს, თუმცა დასტაბილურდება აუცილებლად და რაც უფრო მეტი გამყიდველი იქნება ბაზარზე, მით უფრო კიდევ ერთხელ ხალხს ვუსვამ იმას, რომ სრულყოფილი საფასო სიგნალი იქნება და სრულყოფილი საბაზრო ფასი იქნება. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ მიიღოს მონაწილეობა ვაჭრობაში. და ბოლოს საინტერესო უკვე როდიდან გახდება სავალდებულო ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა? მთავრობის მიერ დამტკიცებული კონცეფციის მიხედვით, რომელშიც ახლობით 2 კვირის წინ შევიდა ცვლილება, სავალდებულოდ ის მომდევნო წლის 1 ივლისიდან გაიხსნება, ანუ 1 წელიწადში გაიხსნება, თუ რამე ცვლილება მანამდე არ განხორციელდა. ამ ეტაპისთვის მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტით ეს ვადაა განსაზღვრული. გასაგები. მადლობა საინტერესო საუბრისთვის, დაგემშვიდობებით ბიზნეს პარტნიორის შეკითხვებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარბანია პასუხობდა.